ინტერვიუ ტელევიზია ინკოგნიტოს პირველი კურსის ჟურნალისტი ეკატერინე გოჩიაშვილი. თქვენთვის ინკოგნიტოს პავილიონიდან ვიმუშავებ და გავუძღვები რუბრიკას წიგნების სამყარო. დღეს მე მინდა წაგიკითხოთ ერთი საინტერესო ზღაპარი შოკოლადისფერი ლეკვი. ამ ლამაზი მოთხრობის ავტორი კი გახლავთ თინა თინჯეშია. შოკოლადისფერი ლეკვი. ანუკა ეძინა. უცებ მას მამოესმა. ანუკა ადგა და გააღო კარი. ანუკამ გააღო თუ არა კარი, მის თვალებში ლურჯმა სინათლემ გაანათა. ეს ძაღლის თვალების ხასხასაფერი იყო, რომელიც ანუკას ბაბუას ეჭირა ხელში. ბაბუამ ანუკას უთხრა: აბა ჩემო ანუკა, მოგწონს? ანუკა ძალიან გაუხარდა და ბაბუას ნელა გამოართვა იგი. უკვე დაღამდა. ბებიაც მოვიდა სახლში. ბებიამ განაცხადა: ეს ვინ არის? ბებიასთან არ მისულმა ანუკამ თქვა: ეს ჩემი ძაღლია, ბებო, ხომ მოგწონს? თან ნახე. გეგონება შოკოლადიაო, ხობე? კი, ბებო, კი. ბებია რაღაც უკმაყოფილო დარჩა. იგი წავიდა ოთახში და ბაბუას დაუძახა. ოთახიდან კი ხმა მოისმა, არ ვიცი, სადაც გინდა. ბაუფ. ეს ბაბუას ხმა იყო. და ანის გაახსენდა. ადრე ბაბუამ ფისო მოიყვანა და მეორე დღესვე გაუჩინარდა ფისო. ანუკამ ჭეშკართან მიირბიან და ჩაკეტა. ანუკა ფიქრობდა. იქნება სამაც დამიტოვონ ძაღლიო. უცებ ანუკა წამოხტა. შევიდნენ ორივენი საძინებელ ოთახში და ასევე ორივენი გაუჩინარდნენ. შეგახსენეთ, რომ თქვენთვის ამ გადაცემაზე ვიმუშავე ინკოგნიტოელმა ეკატერინე გოჩიაშვილმა. თუ კი ჯერ არ დარეგისტრირებულ ხარ, დარეკე 599-65-25. მიღება დაიწყო. გულწრფელი სიყვარულის გარემო თქვენ გელოდებათ. გახდი ინკოგნიტოს დიდი ოჯახის წევრი, სადაც სიყვარული, სითბო, ურთიერთპატივისცემა და დაფასება ყველაზე პირველია. ჩვენი ოჯახის რაოდენობა დაახლოებით 14,000 ადამიანს გასცდა. მიყვარხართ ინკოგნიტოელებო და ზუსტად ვიცი, ყველა ჩემი კურსდამთავრებული არის იმ ღირებულებების მატარებელი, რომელიც დედამიწას დღეს ფერებს მატებს. მე ინკოგნიტოელი ვარ. ასე დაიწყო რეკლამის პირველი ნაწილი, როცა თაობების სხვადასხვა ნაკადმა გააკეთა. გახდი შენც ინკოგნიტოელი და იყავი ბედნიერი, ლაღი შენი წარმატებებით. ეძებე ადამიანში კარგი და მას აუცილებლად იპოვი. უბრალოება არასდროსაა საბრალოება. ღირებულებები ადამიანობით ფასდება. იყავი მანჩოს დიდი ოჯახის წევრი. მანჩო ინკოგნიტო მუდამ თქვენს გვერდითაა. თავბატონო თინა, იცით რომ ძალიან გაფასებთ, გვიყვარხართ და თქვენი წიგნი გახდა ჩვენი პატარების უსაყვარლესი ზღაპრების წიგნი და ერთ-ერთი მოთხრობა წაგვიკითხა ჩვენმა ეკატერინემ, რომელიც არის ძალიან წარმატებული და ძალიან ნიჭიერი გოგო და მე იმედს ვიტოვებ ჩვენი შემდეგი გადაცემა სწორედ თქვენი რესპონდენტობით და თქვენი სტუმრობით ინკოგნიტოში იქნება გაგრძელება, ხო? და ძალიან სასიამოვნო იქნება ეკატერინე, ხო შევძლებთ ამას, რომ უმასპინძლოთ ჩვენს რესპონდენტს. უღმესი მადლობა იმისთვის, რომ ამდენად თბილი და მგრძნობიარე ზღაპრები გაქვთ მოტანილი ბავშვებისთვის და მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენს მომავალ თაობას ძალიან დაეხმარება. თუ კი სურვილი გაქვს შენს უამბო მაყურებელს შენს მიერ წაკითხული მოთხრობა, მაშინ გვეწვიე კოსტავას 68 ნომერში ან დაგვირეკე ნომერზე 599146525. მომავალ შეხვედრამდე.